სახელმწიფო უნივერსიტეტმა საქართველოს რობოტიკის ასოციაციასთან თანამშრომლობით ჩაატარა რობოტების შეჯიბრი. რობოტების შეჯიბრი ჩატარდა ორი მიმართულებით, რომელიც იყო სკოლებისთვის და ასევე სუმო რობოტების შეჯიბრი. სასკოლო შეჯიბრებაში მონაწილეობდა საქართველოს კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლეები და სასკოლო გუნდები, ხოლო რაც შეეხება სუმო რობოტების შეჯიბრს მონაწილეობდა როგორც სტუდენტური გუნდები, ისე სასკოლო გუნდები. შეჯიბრის ფარგლებში გამოვიდნენ გამარჯვებული გუნდები, რომლებიც დასაჩუქდნენ სპეციალური პრიზებით, რაც ხელს შეუწყობს გუნდების განვითარებას. დღეს ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ სკოლებს შორის რობოტების ჩემპიონატში. მართლა ძალიან დიდი გამოცდილება იყო, მიუხედავად იმისა, რომ აქამდე ძალიან ბევრ პროექტებში ყოფილვართ ჩართული, მე და ჩემი გუნდი ნამდვილად ვიხალისეთ, გავერთეთ და ძალიან დიდი გამოცდილება მივიღეთ ამ პროექტით. მე და ჩემმა გუნდმა, რომლებიც არიან ასევე ჩემი კურსელები, მოვიგეთ საქართველოს რობოტიკის ასოციაციის ორგანიზებულ რობოტების სუმოს შეჯიბრში. ძალიან მიხარია, რომ ასეთი რაღაცეების ჩატარება ისევ დაიწყო, იმიტომ რომ რამდენიმე წლის წინ იყო და ცოტა ხანი ძალიან ეძინა ამ ინდუსტრიას და ვფიქრობ, რომ ზოგადად ინჟინრებისთვის და ადამიანებისთვის, ვისაც რაღაცეების აწყობა გვიყვარს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს ესეთი ღონისძიებები, რომლებიც ჩვენს საქმეს გასართობ შუქშიც გამოაჩენენ. იმიტომ რომ ასეთ გასართობ შუქში გამოჩენის შედეგად ჩნდებიან ახალგაზრდა ადამიანები, რომლებიც ინტერესდებიან შესაბამის სფეროთი. ამიტომ ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთი რაღაცეები ტარდება, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მე და ჩემმა გუნდმა მოვიგეთ და შემდეგ შეჯიბრზე შევხვდებით.